ამასობაში 6 მარტია და რა არის ამ დროისთვის ახალი მოყვები ამ ვიდეოში. სანამ ყურებას დაიწყებთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და მხარდაჭერის სურვილებმა გააკეთეთ დონაციები. ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე. ხო, რა იყო ახალი, მოდი წუხანდელი ამბებით დავიწყოთ. ხო, აფხაზეთის ახალგაზრდული ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბადრა გუმბა ეხლა მოსკოვში პუტინს. პუტინმა შეაკო ოჩახრო გაიმარჯვეო და რაღაცებს დაპირდა. ფულს ელექტროენერგიას აფხაზეთში ხა თავარი პრობლემაა, ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს და პუტინმა მოგცემთო ელექტროენერგიასო. რა შეიძლება ხა ამაზე ითქვას? თავისი გადმოსახედიდან თავისემით გუმბა იქცევა სწორად. ჩავიდა პუტინთან, რაღაცა თხოვა, რაღაცა მიიღო, რაღაცას დაპირდნენ. ჩვენ არ გვინდა არ ჩასვლა, არც დალაპარაკება, არც რამის თხოვნა, არც რაღაცის მოთხოვნა, არც რაღაცაზე შევაჭრება და ველოდებით რომ ერთ დღეს პუტინი გაიღვიძებს კაი ხასიათზე და იტყვის რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს უბრუნებ ქართველებს. ერთმანქნას ეგრე მოხდეს, ნეტარ არიან მორწმუნენი. საინტერესო წუხელ კიდე იყო ემანუელ მაკრონის მიმართვა ფრანგი ხალხისადმი. ამაზე ცალკე ვიდეოს დავდე და მოკლედ შინაარსი რა იყო რა. ჩემი აზრით, ფრანგებს უთხრა რომ რუსეთთან ომს ვაპირებო და მოემზადეთო რა. ვინ თუ არა ჩვენ ფრანგებმა უნდა გადავარჩინოთ უკრაინა, საფრანგეთი და მთლიანად ევროპაო. ჩვენ ვართო ყველაზე მაგარი ტიპებიო. ყველაზე მაგარი ჯარი ჩვენ ყავსო, ბირთვული არაღიც გვაქვს და უნდა შეუბეროთო. ფრანგმა ხალხმა სხვათა შორის ეგრევე უპასუხა სოციალურ ქსელებში. ძალიან ზარმაცი ფრანგების გარდა ყველა დედას აგინებდა, უბრალოდ ნაწილი დედას, ნაწილი ცოლს. ხო, დღეს ლავროვმა გააკეთა მაკრონის ამ გამოსვლაზე კომენტარი და ლავროვის კომენტარის შინაარსი იყო, რომ ამას მაგრაში გააკო. ხო, და რთული ამ შემთხვევაში ლავროვს არ დაეთანხმო. ხო, მეც ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ გასულია რეალობიდან და საერთოდ მე რო უყურებდი, ლაშა გაბუნია გამახსენდა რა რაღაცატომ. ხო, აი ეს ვიდეო Facebook-ზე დავდე კიდევაც და ეს ასოციაცია გამიშთა. და გაგინგრევთ მართლა თალხმას რა. A few moments later. რა სიმღერები? ეკითხები რა სიმღერები? ოლეოლა? ოლეოლა სიმღერე? და ვის დასვლე? რა ოლეოლა? რა ოლეოლა? რა ოლეოლა? რა ოლეოლა? რა ოლეოლა? რა ოლეოლა? თქვენი დედა ვისო? აი რაღაცატომა ესეთი ასოციაცია გამიშთა რა. ხო, და საერთოდ რაღაცნაირად შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ ძალიან გვანან ეს ჩვენი აკაცუკოები, ეს NGO-შნიკები იქნება, თუ პოლიტიკოსები, თუ რიგითი მომიტინგეები, ამ ევროპელ ბიუროკრატებს და ევროპელ პოლიტიკოსებს. რა შაბეჭდილება რჩება, რომ ერთი ინსტრუმენტით არიან გაკეთებულები რა. ხა ნებისმიერ რომ აიღო რუსთაველიდან ჰოპ და გადასვა სადმე ევროპულ სტრუქტურებში, არაფერი არ შეიცვლება ევროპული სტრუქტურებისთვის. რა ხა კაია კალასი იქნება თუ ტინა ბოკუჩავა ერთი და იგივე, აი ურსულა იქნება თუ სალომე ერთი და იგივე, აი რასა იუნკევიჩი იქნება თუ ანა ნაცვლიშვილი, არაფერი არ შეიცვლება და ხო, ეს ყველაფერი მე კი ვღადაობ, მაგრამ საშიშია ზოგადად რა. ევროპელის ლიდერების გონებრივი განვითარების დონე. ხო, და სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აი ზუსტად ესეთი ევროპისკენ მიისწრაფვის. ანუ ცდილობთ ავიდეთ გემზე, რომლის კაპიტანს მის მოადგილეებს და მთლიან ეკიპაჟს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს სამყაროში რა ხდება. არიან აბსოლუტურად არაადეკვატურები, გემის მართვაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია და ამ გემს მიაქანებენ პირდაპირ აისბერგისკენ. უნდათ რომ დაეჯახონ და ჩაიძირონ და ჩვენ რატო ვეტენებით ჩასაზირად გაწერულთ ტიტანიკზე გაუგებარია რა. ხო, მოკლედ აი ეს კამანდა, ეს კაპიტნები და ისინი დღეს შეკრებილები არიან ბრიუსელში. რამოდენიმე დღის წინ ხო ლონდონში იყვნენ შეკრებილები. თქვენ ეს ბრიუსელში შევიკრიბებით კიდევ. ზელენსკი ჩასულია, ეს რუსულა, ნატოს გენერალური მდივანი
ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ესეთი პოპულარული ევროპული ქვეყნების ლიდერები. ხო და ვითომ განიხილავენ რაღაცა როგორ დაეხმარონ უფრო მეტად უკრაინას, როგორ გააძლიერონ ევროპის თავდაცვა, რაღაც ვითომ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობთ, რომელსაც ეხლა მალე წარვადგენთო, ანუ ბრიტანულ, ფრანგულ, უკრაინული რაღაც სამშვიდობო გეგმა იქნება, რომელიც უკვე რასაც იძახიან იმდენად არარეალისტურია, რომ გინდა ყოფილა, გინდა არა. რუსები არასდროს მაგას არ დაეთანხმებიან და ამერიკელები არც დაუდებენ მაგ გეგმას რუსებს მოლაპარაკების მაგიდაზე, იმიტომ რომ როცა წინასწარ იცი რომ რაღაცა ბოდოები წერიაში უკვე არასერიოზულად გამოიყურები ხარ მოლაპარაკებებზე რომ მაგ წინადადებით ვიდიხარ. არა, სიამოვნებაში ესენი განეხილავენ რუსეთთან ომის დეტალებს რა. როგორ გააგრძელონ ომი და ბრძოლის ველზე როგორ დაამარცხონ რუსეთი. და რა არის ამისთვის საჭირო. ანუ ომის გეგმა აქვთ რა ეგ. გაგრძელების და აქვთ ილუზია რომ გაიმარჯვებენ ამ ომში. ხო, როგორ და რანაირად მე არ მესმის. ყოველ შემთხვევაში მაინც იმდენი ბრატავა მაკრონმა რომ დაუგუგლე რა და საფრანგეთის არმიამ ნახე რას წარმოადგენს. რატო ბლატაობს ამდენს მეთქი რა. 270,000 ჯარისკაცია საფრანგეთის არმიაში. აქედან 70,000 ალბათ LGBT ჯარისკაცი. ხო, დაახლოებით ამდენივე 200,000 ყავდა ნაპოლეონს რუსეთში რო შეიჭრა რა. შეჭრით კი შეიჭრა 200,000, მაგრამ უკან გამოიჭრა ნაპოლეონი და მგონი 1-200 კაცი. ხო, რა ვიცი, აბა დაფიქრდნენ მაინც ფრანგები. გაიხსენონ ისტორია. 290 ბირთვული კობინი ქონია საფრანგეთს. რუსეთს აქვს სადღაც 6,000-მდე. ხო, ფრანგებს აქვთ საჰაერო ბაზირების რაკეტებიც, რომელსაც ამ ბირთვული კობინის არევა შეუძლია. ეს შედარებით მცირე მუხტის ბირთვული კობინებია. რაფალის ტიპის თვითმფრინავებიდან ხდება ამ ბრძოლსანი რაკეტების გაშვება 500 კილომეტრზე მოქმედებენ, მაგრამ ძირითადი ბირთვული პოტენციალი ეს არის საწყლოსნო ბაზირების რაკეტები ამ წყალქვეშა ნავებიდან, რომელსაც უშვებენ. 4 ესეთი წყალქვეშა ნავი ყოლია საფრანგეთს. თითო შეუძლია 16 რაკეტის გაშვება. ძველი მოდიფიკაციები 6,000 კილომეტრზე მოქმედებს, ახლები 9,000 კილომეტრზე. ანუ რამე იყოს რუსეთს მიწვდება. ამ 4-დან ერთი გამზადებული დგას სადღაც, მეორე საბრძოლო მზადყოფნაშია, რომ ეს პირველი ჩაანაცვლოს, მესამე რაღაც პორტშია და მეოთხე გეგმიურ რემონტზე. ანუ საქმეზე რომ იდგეს 16 რაკეტას გაისვრიან. ხო, იქიდან რამდენი გავარდება და რუსეთამდე რამდენი მიაღწევს და ეს სხვა საკითხია, მაგრამ ერთი რამე ცხადია, სანამ მეორე წყალქვეშა ნავი გავა და გადატენის, საფრანგეთი უკვე აღარ იქნება და ხო, რა ვიცი. ესეთი გეგმა აქვთ ამათ და იომონ ამათი საქმეა, ჩვენ თავი დაგვანებოდა, თვითონ თავში ქვაუხლიათ რა. აი მედი ვიქონიოთ, რომ ეს საგიჟეთი ჩვენ არ შეგვეხება და ანუ ჯერჯერობით ჩვენი ხელისუფლება ისე მოქმედებს, რომ ამ შარში თავი არ გაგვიყვია. ხო, საქართველოში რა იყო ახლა ახალი? ამ ბაჩილაშვილის გაქცევის დეტალების ისმიდის გარჩევა. ერთი კაცი დაიჭირეს, ვინც გაქცევაში დაეხმარა, ეს არული ომიც იყო. ხო და კიდე საინტერესო იყო, საქსტატმა გამოაქვეყნა 2024 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემები ბიზნეს სექტორის რა. ახდება ჩვენ ბიზნეს სექტორში. მოკლედ ბრუნვაც გაზრდილია, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც გაზრდილია და თითქმის 800,000-ია და საშუალო ხელფასით 170 ლარით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით, 2023 წლის იგივე პერიოდთან შედარებით და შეადგენს 2,367 ლარს. ხო, ამას ალბათ 20% შაშემოსავლო უნდა გამოვაკლოთ და რეალური ციფრი იქნება ეგ. ხო, სხვა ისეთი საინტერესო ამ დროისთვის არაფერი არ ხდება, საღამოს ვიდეოში მოვყვები, რას გადაწყვიტავენ ევროპელები.